გალტენდაგარტმა ტურიზმის ინდუსტრიის შესახებ მიმდინარე პერიოდისთვის არსებული მონაცემები განაახლა, როგორც საინვესტიციო ბანკი წერს, 2024 წელს ტურისტების რაოდენობა სრულად აღდგა, თუმცა გეოგრაფია შეიცვალა. გაიზარდა ნაკადები აზიური ბაზრებიდან, მათ შორის ინდოეთიდან, ჩინეთიდან, ისრაელიდან, ირანიდან, საუდის არაბეთიდან და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან. შედეგად თბილისში სასტუმროების მაჩვენებლები პანდემიამდელ დონეში ჩამორჩებოდა, რაც დედაქალაქში ტურისტების ნაკლებობამ და ბოლო წლებში სასტუმრო ოთახების მიწოდების ზრდამ განაპირობა. შემოსავლებზე საუბრისას გალტენდაგარტი აღნიშნავს, რომ ინფლაციის ფონზე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ტურისტულ ნაკადზე უფრო სწრაფად აღდგა როგორც საქართველოში, ისე გლობალურად. ტურისტების მხრიდან განთავსებაზე გაწეული ხარჯები 2019-თან შედარებით 2024-ში გაორმაგდა, თუმცა ეს სასტუმროებს მაინც ნაკლებად შეეხო იმის გამო, რომ ტურისტების პროფილი შეიცვალა, ისინი არა სასტუმროებში, არამედ განთავსების სხვა საშუალებებს ირჩევდნენ დასარჩენად. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ მიუხედავად ინფლაციის და გლობალურად გაზრდილი ფასებისა, საქართველოს ფასების ზრდა ჭარბი მიწოდების ფონზე ვერ მოახერხა. საქართველოში ფასების ზრდის შემსხდელ ფაქტორად სახელდება სასტუმროების მიწოდების მკვეთრი ზრდა თბილისსა და ბათუმში, მაღალმხარჯველი ტურისტების ნაკლებობა თბილისში, მათ შორის ევროკავშირიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და აზიელი ტურისტების, განსაკუთრებით კი ჩინეთი, ინდოეთი მხრიდან დაბალი ფასების მოთხოვნამ განაპირობა. ბათუმის ბაზრის მოლოდინებზე კვლევის ავტორები წერენ, რომ 2025-2028 წლებში დაგეგმილია 963 ახალი ქსელური სასტუმრო ოთახის დამატება, რაც არსებული მიწოდების დაახლოებით მესამედს წარმოადგენს და გასაქირავებელი აპარტამენტების გაორმაგება. ამ თვისებისთვის და ბათუმში ტურიზმის მდგრადობის შესანარჩუნებლად ტურისტული ნაკადების სწრაფი ზრდის შენარჩუნებაა საჭირო, სხვა შემთხვევაში ჩნდება მოლოდინი, რომ მიწოდების ფონზე ფასები დაეცემა. რაც შეეხება თბილისს, აქ სასტუმროების დაგეგმილი მიწოდება მკვეთრი ზრდის შემდეგ შედარებით ნორმალიზდა წლის დასაწყისიდან თბილისში 800 ქსელური სასტუმრო ოთახის მშენებლობა შეჩერდა, თუმცა 2028 წლამდე დაგეგმილია 1246 ახალი ქსელური სასტუმრო ოთახის მიწოდება, რაც ასევე საჭიროებს ტურისტული ნაკადების მართვას. საინვესტიციო ბანკი დასკვნის სახით წერს, რომ სექტორს ამ ეტაპზე არ აქვს ახალ აზიურ ბაზრებთან მუშაობის გამოცდილება, მათი შეფასებით ტურისტული ნაკადების მართვისთვის საჭიროა ინდოეთიდან დაბალმხარჯველი სეგმენტის ჩანაცვლება, მაღალმხარჯველი სეგმენტი, ჩინელი ტურისტების პროფილზე მორგებული სტრატეგიების შემუშავება, ახლო აღმოსავლეთიდან ნაკადების დივერსიფიკაცია დასვენებისა და საქმიანი ტურიზმისთვის, ასევე ევროპელი ტურისტებისათვის ინფრასტრუქტურისა და სერვისის ხარისხის გაუმჯობესება. რამდენად მზად არის ინდუსტრია ამისთვის და როგორ ხედავენ თავად ბიზნესის წარმომადგენლები ტურიზმის მომავალს? საქართველოში ამ თემაზე სასაუბროდ გადაცემაში გიორგი დოლიძე, სასტუმრო Glarus Old Town-ის მმართველი გვიერთდება და ასევე პირდაპირ ხაზზე რამდენიმე წუთში ჩაგვერთვება ეკა გველესიანი, სასტუმრო Phalianis დამფუძნებელი, რომელთან ერთადაც სვანეთის სეზონზე ვისაუბრეთ, თუმცა იქამდე გიორგის მივესალმები. დილომშვიდობისა კიდევ ერთხელ გიორგი, მადლობა თქვენი დროისთვის. პირველ რიგში ამ დროისთვის არსებული მონაცემები შევაჯამოთ, რა ხდება დღესდღეობით თბილისის სასტუმროებში, თქვენი მაგალითი რას აჩვენებს და ასევე ზოგადადაც დარწმუნებული ვარ, იცით ბაზარზე არსებული სურათი, როგორია დატვირთულობა ქალაქის სხვა სასტუმროებში. მოგესალმებით, მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. ჩვენ შემთხვევაში ჩვენ მაგალითზე დღეს გვაქვს საშუალოდ 80-85% დატვირთულობა, რაც საშუალოდ 10%-ით აჭარბებს წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, ასევე გაზრდილი გვაქვს 10%-ით ფასი, რასაც ვცდილობთ ხოლმე, რომ წლიდან წლამდე გქონდეს ჩვენს ბიუჯეტებში მზარდი. რაც შეეხება ზოგადად ფასებს და საფასო პოლიტიკას საშუალო და მაღალი კლასის ობიექტებში, აქაც დავყოფდი 3, 4 და 5 ვარსკვლავიან სასტუმროებს, სადაც ვიტყვი, რომ 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში დღეს გვაქვს საკმაოდ მაღალი ფასები, გამომდინარე იქედან, რომ ჯერჯერობით მიწოდება არ არის ისე გაზრდილი, როგორც საშუალო და თქვა 4 ვარსკვლავიანი სეგმენტის, ხოლო რაც შეეხება 3 და 4 ვარსკვლავიანი სეგმენტის ობიექტებს, ამათი პირდაპირი კონკურენტი არის სწორედ ის გაზრდილი Airbnb-ის და აპარტამენტების ჭარბი მიწოდება, რამაც ფასები შედარებით დააბალანსა და უფრო მეტად დამოკიდებულია და პირდაპირ წილად მოთხოვნა მიწოდების პრინციპებზე არის პერიოდები, როდესაც ადის, მაგალითად იყო ეს 20-დან 25 ივლისის პერიოდზე, როდესაც ერთ-ერთი გრანდიოზული კონცერტი ტარდებოდა თბილისში, მაშინ იყო ფაქტიურად ყველაფერი გადავსებული 100%-ზე იყო ქალაქის დატვირთულობა და ამ შემთხვევაში საშუალო კლასის ობიექტებსაც ფასი ჰქონდათ დაახლოებით 20-30%-ით გაზრდილი, ვიდრე ჩვეულებრივ სხვა პერიოდებთან შედარებით. როდესაც საუბრობთ დატვირთულობის ზრდასა და ფასის კლებაზე ამ პირიქით, აქ არის ყურადღება მისაქცევი სწორედ ის, რომ
ფასების კლება ხანდახან შეინიშნება დაბალ და საშუალო სეგმენტის ობიექტებზე, გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ ამ სეგმენტში არის ის ჭარბი მიწოდება, როგორც თბილისში, ასევე ბათუმსა და თქვა შეიძლება ნაკლებად სხვადასხვა რეგიონებში ქვეყნის მასშტაბით და აქ არის ხოლმე ფასის ლავირება უფრო დამოკიდებული სეზონებისა და იმ სეგმენტების მიხედვით, თუ რომელი ქვეყნიდან რა ტიპის სტუმრებს იზიდავენ ამა თუ იმ სასტუმროების გაყიდვების ხელმძღვანელები. მაღალ სეგმენტთან მიმართებით არ არის პრობლემა, იმიტომ რომ ზუსტად ამ კვლევაშიც და არა მხოლოდ აქ ხშირად არის საუბარი, რომ ჩვენ მოგვაკლდა რაღაცნაირად ხარჯულუნარიანი ტურისტების რაოდენობა და ეს კატეგორია შემცირდა და ჩაანაცვლა რაღაცა უფრო იაფის ბაზრებიდან შემოსულმა დაბალმხარჯულუნარიანმა ტურისტებმა. ამიტომ საინტერესოა ამ გადანაწილებაში როგორია სურათი და როცა ვამბობთ, რომ ამათ არ შეხებიათ მაღალ კლასის სასტუმროებს, გულისხმობთ მხოლოდ რამდენიმე ბრენდულ ქსელსა და შეიძლება საქმიანი ტურიზმის კუთხითაც იყოს დატვირთულობა თუ აი როგორ უყურებთ ამ ნაწილში? მაღალი კლასის ობიექტებს, რაც შეეხება განსაკუთრებით ბრენდულ ობიექტებს, აქ ორ მიმართულებას გამოვყოფთ. ერთი არის ფასი, რომელსაც მაღალი კლასის ობიექტი აცხადებს, რასაც გამოცხადებულ ფასს ვეძახით და არის საკონტრაქტო ფასი, რომელსაც თავაზობს უფრო მეტწილად ტურისტულ კომპანიებს მათი ინდივიდუალური და ჯგუფური ვიზიტების განსახორციელებლად. რაც შეეხება გამოცხადებულ ფასებს, დღეს ყველას აქვს ამაზე ცდომა, შეუძლია შევიდეს მაგალითად Booking.com-ზე და გადახედოს თუ რა ფასებით ოპერირებენ დღეს მაღალი კლასის ობიექტები, როგორც თბილისში, ასევე ბათუმის მასშტაბით და შეგვიძლია ვთქვათ, რომ შარშანდელთან შედარებით გვაქვს 5-დან 10%-იანი ზრდა. გამომდინარე იქედან სწორედ, რომ ინდივიდუალური მოგზაური, როდესაც ჩამოდის საქართველოში, ვთქვათ, ევროპის ან სხვადასხვა აზიის, ჩინეთის, ინდოეთის, ისრაელის მიმართულებიდან ინდივიდუალური მოგზაური ყოველთვის შედარებით უფრო მაღალმხარჯულუნარიანია თუ ირჩევს მაღალი კლასის ობიექტს, ვიდრე ის მოგზაური, რომელიც ტურისტული კომპანიის გავლით ჯგუფურად ან ინდივიდუალური ვიზიტით ჩამოდის საქართველოში. შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ გაზრდილი არის ტურისტული კომპანიების რაოდენობაც და რიცხვიც და როდესაც იხსნება ახალი ბაზარი, როგორიც არის თქვათ ესეთი მასიური ინდოეთი და ჩინეთი, რა თქმა უნდა, ყველა ცდილობს, რომ ჩავიდეს, მიიღოს გამოფენებზე მონაწილეობა და მაქსიმალურად მოკლე დროში და სწრაფად მოიზიდოს დიდი მასები საქართველოში, რასაც ვერ დავარქმევთ მაღალმხარჯულუნარიან ტურისტს და სწორედ აქ არის ხოლმე ძირითადი განმაპირობებელი ფასი და 1 და 2 დოლარზე მიდის ხოლმე ყოველთვის ვაჭრობა, რასაც ბრწყალებში მივაჩვიეთ ინდოეთში და ჩინეთში ჩვენი პარტნიორები და უკვე წლიდან წლამდე ამ ფასების ყისიერი და საგრძნობი გაზრდა ტურისტული კომპანიების მხრიდან გაჭირდება თავისთავად და იქნება ესე ვთქვათ ნელი ტემპით მზარდი ფასები გამომდინარე იქიდან, რომ შემდეგ უკვე თვითონ ტურისტული კომპანიებიც აპროტესტებენ, გამომდინარე იქიდან, რომ არის კონკურენცია, გაზრდილი საშუალება აქვთ, რომ მე თუ არ მიცემ დაბალ ფასს წავა და სხვა მისცემს და ასე შემდეგ აქ თვითონ ბაზარმა და ისევ ტურისტულმა კომპანიებმა და სასტუმროებმა უნდა დაარეგულირონ ეს ყველაფერი, რომ ქვეყნისთვის იყოს უფრო ხელშესახები ეს ფასების გაზრდის ყველაზე მოთხოვნადი, რასაც ითხოვენ 60-70 დოლარის ფარგლებში და ეს ეკვივალენტია. სეზონს და სასტუმროს ყველაზე ცხელ სეზონზე ზაფხულში რაღაცა ცხელ სეზონზე არის შემთხვევები, როდესაც მაღალი კლასის ობიექტს აქვს დაახლოებით 250, შეიძლება $300 გამოცხადებული ფასი, თუმცა აი მოვიდეს კონკრეტული, ვთქვათ, ინდოეთის დაბალმხარჯულუნარიანი სეგმენტიდან მოვიდეს არარეალური ფასი, მოითხოვონ $80-90 და აქ რა თქმა უნდა ყოველთვის ვთქვით, რომ ამის წინააღმდეგ წავიდეთ და არ დაუშვათ დემპინგური ფასების პოლიტიკა და არ მივცეთ საშუალება, რომ საქართველოს აღიქვას თუნდაც ინდოეთის ამ დაბალმხარჯულუნარიანმა სეგმენტმა ესე ვთქვათ იაფიან მიმართულება. ხო, აი როგორ შეიძლება ეს მოხდეს? გალტიც ასევე რეკომენდაციებში ამბობდა, რომ რაღაცნაირად უნდა მოახერხოს სექტორმა, რომ შედარებით დაბალმხარჯულუნარიანიდან თუნდაც აზიური ბაზრებიდან გადაერთოს უფრო მხარჯულუნარიან ტურისტებზე. რა შეიძლება იყოს ეს სტრატეგია, როგორ ხედავთ ამის განვითარებას, მათ შორის აზიურ ბაზრებზე მუშაობის დიდი გამოცდილებაც მაინდა-მაინც არ აქვს ქვეყანას, იმიტომ რომ მთელი, არ ვიცი, ბოლო 10-15 წელი ალბათ უფრო აქცენტს აკეთებდა ევროპის მიმართულებაზე. ეს როგორ წარმოგიდგენიათ და რამდენად მზად არის ბიზნესიც თავის მხრივ, რომ ეს დემპინგური ფასები, რასაც თქვენ საუბრობდეთ, უფრო ამ მიმართულებით არ წავიდეთ, მით უფრო იმ რისკების ფონზე, რომ ძალიან ბევრი სასტუმრო ნომერი გვაქვს და დამატებით კიდევ მიწოდების ზრდაც მოსალოდნელია მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში. აზიური ბაზარი საქართველოსთვის ცუდი ნამდვილად არ არის, მით უმეტეს მაშინ, როდესაც გვაქვს პირდაპირი ფრენები ამა თუ იმ მიმართულებასთან. უბრალოდ უნდა არსებობდეს
ლოგიკური ზღვარი უშუალოდ ტურისტულ კომპანიებშიც და სასტუმროებშიც, რის ქვემოთაც ფიზიკურად ეს ჯგუფური ვიზიტი იქნება თუ ინდივიდუალური ვიზიტი, რის ქვემოთაც ჩამოსვლა იქნება არალოგიკური და სასტუმროსთვის, ზოგადად ინდუსტრიისთვის, ტურისტული კომპანიისთვისაც long term პერიოდში არასახარბიელო გამომდინარე ხარჯებისთვის, საოპერაციო ხარჯებს გულისხმობ და ასე შემდეგ. თუ გავიხსენებთ უახლოეს კონცერტს, რომელიც ჩატარდა 23 ივლისს, ესე ვთქვათ, 21 ივლისიდან მეც და ჩვენი თანამშრომლებიც ვიყავით გაკვირვებულები, რამდენად უცბად შეიცვალა, ოღონდ ეს მოკლევა და ვთქვათ 21-დან 25 ივლისამდე, რამდენად სწრაფად და უცბად შეიცვალა სეგმენტი თვითონ ტურისტების. გამომდინარე იქედან, რომ იყვნენ ძირითადად ჩამოსული ინდივიდუალური ვიზიტებით, ძირითადად იყო მეზობელი ქვეყნები ევროპა და ასე შემდეგ ის ახალგაზრდები, ვინც შეინიშნებიან და გამოირჩევიან მაღალხარჯებიანობით, ამის თვითონ ჯავშნიან ყველაფერს და ესე ვთქვათ არ ელოდებიან ჯგუფურ ვიზიტს, რომ უფრო დაბალ ფასად ჩამოვიდნენ ქვეყანაში, ყიდულობენ ფრენის ბილეთს, კონცერტის ბილეთს და ყველა ესე ვთქვათ ბარები, რესტორნები იყო გადანათებული ამ ახალგაზრდობით რა, ვინც ესე ვთქვათ არ სარგებლობს ხოლმე რეგულარული ტურისტული ვიზიტებით და ამან კიდევ ერთხელ მე პირადად დამანახა, რომ აი ესეთი სახის ივენთები, ესეთი სახის ღონისძიებები, როგორც სხვადასხვა კორპორატიული კონფერენციები, ეს იქნება სხვადასხვა კონცერტები თუ ვინმე DJ ჩამოვა, რომელსაც ჩამოყვება სხვადასხვა მათი ფან-კლუბის წევრები და ზოგადად ხალხი, ეს არის საქართველოსთვის იმის ხაზგასმა, რომ რეგიონში შეიძლება ვიყოთ მსგავსი ტიპის აქტივობების ჰაბი, სადაც მოვიზიდავთ როგორც მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლებს, ასევე ევროპიდან ჩამოსულ ვიზიტორებს, რომლებმაც შეიძლება ჩათვალეს, იფიქრეს, რომ 60 დღიანი ქართული ტურნე, რომ დასწრებობდნენ თან ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტს და პარალელურად შეიძლება სამომავლო ძალიან ბევრი მაგალითად ჩვენგან ვისაც ვესაუბრებოდი, იყო ჩამოსული ეს 2-3 დღე თბილისში და შემდეგ გადაინაცვლა ბათუმში. ხო, ესეთი არა მარტო იმ ქალაქებს დაეხმარება და წაადგება, რომელ ქალაქშიც ჩატარდება, არამედ სხვადასხვა რეგიონებსაც, იმიტომ რომ ეხლა რადგან ადამიანი ერთხელ ჩადის, ჩვენ მაგალითად რო წარმოვიდგინოთ, თუ ჩავალთ პარიზში, შეიძლება უახლოეს ქალაქშიც გადავინაცვლოთ, რომ დავათვალიეროთ და ბარემ ვისარგებლოთ და სწორედ ფასების კუთხითაც ძალიან ხელშესახებად იყო გაზრდილი, რასაც დღემდე მოყვება, გამომდინარე აი ამ მოთხოვნიდან 20-30 და ხანდახან 95%-იც კი იყო ფასები აწეული, იმიტომ რომ ფაქტიურად ქალაქი იყო 100%-ით დაკავებული, დაბალი და მაღალი კლასის. დღეს ვინ რჩება და ეკასთანაც გადავინაცვლობ რამდენიმე წუთში, დღეს ვინ არის მთავარი, ვინც სტუმრობს ქვეყანას, თქვენ ძირითადად საუბრობდით ხოლმე ისრაელ ტურისტებზე, რომელიც ძირითადად ხარჯულნარიანი იყო, მიმდინარე ომის გავლენა საკმაოდ დიდი იყო ინდუსტრიაზე, სრულად აღდგა თუ არა დღეისთვის და ჯავშნების ნაწილიც როგორი გაქვთ დარჩენილ პერიოდში. ჩავარდნა გქონდა 1 კვირიდან 2 კვირამდე პერიოდში, როდესაც დაიწყო ომი, ისრაელის ვიზიტორებს გულისხმობ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის ისრაელი ჩვენ სტატისტიკაში იყო და დღემდე არის პირველ ადგილას ტურისტების რაოდენობის მხრივ. ჯავშნები აღდგენილია, გაუქმებები აღარ არის, მათთვისაც დაუტოვეთ დეპოზიტები, ჩვეულებრივად ჩამოდიან და ამ დეპოზიტებს იყენებენ. სტატისტიკაში ისრაელი ისევ პირველ ადგილას ნარჩუნდება ჩვენ შემთხვევაში, შემდეგ მოდის უფრო არაბეთის ქვეყნები, ინდოეთი, ჩინეთი, თქვათ ყაზახეთი, რუსეთი, მეზობელი სხვადასხვა ჩვენი რეგიონები, ევროპა და ასე შემდეგ. სტატისტიკაში რო გითხრათ 2024 წელთან შედარებით რადიკალური ცვლილება ქვეყნების მოკლების ან დამატების მიზნით არ ყოფილა, უბრალოდ ინდივიდუალური ვიზიტები დაგვემატა ევროპიდან აპრილის შემდეგ ეტაპობრივად რაც ფრენები ჩაგვერთა. გიორგი, მადლობა. ეკასთან მინდა რომ გადავინაცვლო და მივესალმო ეკადილო მშვიდობისა, მადლობა თქვენი დროისთვის. თქვენ ისმენთ თბილისში არსებულ მდგომარეობას მეტნაკლებად. მინდა გითხოთ სვანეთში როგორი მდგომარეობა, როგორი სეზონი გაქვთ და ვინ არიან ის რა ტიპის გეოგრაფია, მოკლედ დღესდღეობით წარმოდგენილი რეგიონში. მოგესალმებით, თათია. დღესთვის გიორგის ქართლს და სამწუხაროდ ებრად უფრო რთული მდგომარეობა გვაქვს წელს. ერთგვარი შეჯამება რო გავაკეთოთ მიმდინარე ტურისტული სეზონის. შარშანდელთან შედარებით ნამდვილად მომატებული არის დაწვრთულობა, დაახლოებით 75%-მდე არის ამ სეზონზე გაზრდილი, რაც ნამდვილად
მართლა მაღალია და მისასალმებელია, თუმცა ეს არის საგრძნობლად შემცირებული შემოსავლების ხარჯზე. ჩვენ შემთხვევაში სრულად არის ჩანაცვლებული მაღალმხარჯველი ევროპელი ტურისტი, დაბალმხარჯველი აზიელი ტურისტით. წინა წლებში აზიიდან ყავდა მაღალმხარჯველი ტურისტებიც, იყვნენ სამხრეთ კორეა, სინგაპური, იაპონია. ეს საერთოდ ეს ქვეყნები აღარ არის წელს და ძირითადი მასები არის ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი და რუსეთი. ახსენეს სარესტორნო ბიზნესი მანამდე და ჩვენ შემთხვევაში, სასტუმროფალიანის შემთხვევაში უკვე მეორე წელია რესტორანი საერთოდ დახურული გვაქვს, იმიტომ რომ აი ეს სეგმენტი დაბალმხარჯველი აზიელი ტურისტების ფაქტიურად არ იყვება რესტორნებში. ხშირად თავიანთივე საკვებით ჩამოდიან და შემდეგ სასტუმროს ნომერში იმზადებენ ხოლმე და აქედან გამომდინარე არის მიზეზი თუ საუბრობთ რომ გასულ წლებში იყვნენ იაპონიიდან, სინგაპურიდან ისეთი ადამიანები, რომლებსაც რეალურად აინტერესებდათ სვანეთი და თავის კულტურით, თავისი მხარჯველმარიანობით და ასე შემდეგ და ასე ხარჯავდნენ ფულს. წელს რატო შეიცვალა ეს ბაზრები და რატო ჩანაცვლდა ინდოეთით, პაკისტანით, რომელსაც შეიძლება საერთოდ არ ქონდეს ის ინტერესი, რაც იმ ტიპის ტურისტებს, რაც წინა წლებში იყვნენ. ხო, სვანეთი განსაკუთრებით კიდევ უფრო რაღაცა გამორჩეულია და ვინც მესტიას თუ უშგულს თუ ამ ტერიტორიებს სტუმრობს, კიდე სხვა ტიპის ინფორმაცია აქვთ ხოლმე ქვეყნებზე, რეგიონზე და სხვა ინტერესები აქვთ, როდესაც ასეთ რეგიონს ირჩევენ სამოგზაუროდ. წელს რა შეიცვალა, როგორ გონიათ, რა არის მთავარი მიზეზი ამის? ამ შემთხვევაში რამდენიმე ფაქტორი არის, რაც ამას განაპირობებს. ერთი ის, რომ აი ეს მაღალმხარჯველი ტურისტები ზოგადად, როდესაც არჩევენ დანიშნულების ადგილს, ასევე აქცევენ ყურადღებას იქ სხვა ტურისტებს და აღარ არის ხოლმე სასურველი მიმართულება, ის მიმართულებები, რომელიც ასე ვთქვათ, გადავსებული არის დაბალმხარჯველი სეგმენტით. ასევე რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი არის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მუშაობს სწორედ ამ შედარებით დაბალმხარჯველი სეგმენტის მოზიდვაზე ქვეყანაში და ესეც გარკვეულწილად შემდეგ განაპირობებს ამ მდგომარეობას და ისედაც ზოგადად ტენდენცია არის დაბალმხარჯველი სეგმენტის მოგზაურობის გაზრდისა მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით აზიაში, სადაც საშუალო ფენა არის ძალიან გაზრდილი ბოლო პერიოდში და ეს ის ფენაა, რომელიც სწორედ ახლა იწყებს მოგზაურობას და თავიდან ირჩევენ ბიუჯეტურ დაბალბიუჯეტიან მიმართულებებს, აი მოკლედ ამ სეგმენტში ვართ მოხვედრილი ჩვენი დანიშნულების ადგილით, რაც რა თქმა უნდა რომ არ არის სასურველი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა განვითარებული ნაკლებად განვითარებული ქვეყანა ცდილობს რომ მართოს ნაკადები, ასეთი ნაკადები და შეამციროს და ასეთ დროს ჩვენ რატომღაც ორიენტირებული ვართ პირიქით დიდი რაოდენობით ასეთი ტურისტების მოზიდვაზე, რაც რა თქმა უნდა რომ არ არის სწორი. ეს უკვე არავის აღავლეთ რაღაც დიდი რაოდენობით ტურისტული ნაკადების მიღება, მაგრამ ეს სასურველიც აღარ არის და სხვა ქვეყნების მაგალითზე რომ ჩვენს ასე ვთქვათ მოგვეღო და რაღაცებში შეგვეცვალა, არ იქნებოდა ურიგო. რა ტიპის მომსახურებას ირჩევენ ისინი, აი რა გარდა განთავსების საშუალებებისა კიდევ რით ინტერესდებიან, რაში ხარჯავენ ფულს და მიწოდება როგორია ადგილზე, რამდენად ადეკვატურად არის შექმნილი ის სერვისები, რასაც აზიელი ტურისტი და სტუმარი შეიძლება ითხოვდეს? ზოგადად ფულს არ ხარჯავენ, ასე ვთქვათ, რომ შევაჯამოთ. ჩვენი სვანეთის შემთხვევაში იმდენად ყოველთვის ევროპელ ტურისტზე იყო სვანეთი ორიენტირებული, რომ ძალიან გვიჭირს ახლა ამ აზიელ ტურისტზე გადართვა, იმიტომ რომ ჩვენთვის რაღაც ახალი ბაზარი არის განსხვავებული მოთხოვნებით. აი, უბრალოდ მაგალითი რომ მოვიყვანო, ვთქვათ, ევროპელი ტურისტი, რომელიც არის მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ტურისტი და ვრცელდება გარემოს და აღიქვამს, ვთქვათ, იგივე უშგულს და ამ ისტორიულ კულტურულ მემკვიდრეობას, რომლის სანახავადაც ჩამოდის ჩვენთან. აი ამის ფონზე ეს სეგმენტი, რომელიც ახლა ჩამოდის,
დიდად ვერ აღიქვამს ვერც თავის როლს, ვერც პასუხისმგებლობას და თქვა შეიძლება რომ დაგვიწერონ შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ ტელევიზორში არ იყო საკმაოდ დიდი რაოდენობის არხები ან რაღაც მსგავსი, ანუ ძალიან განსხვავდება მოკლედ დონე და სამწუხაროდ ნეგატიურად განსხვავდება. ეკა ფასებზე რა გავლენა იქონია ამან ჩვენ საუბრობდით რომ თბილისის შემთხვევაში გაუჭირდათ სასტუმროებს ძველი ნიშნულის აღდგენა აღარ არის ესეთი მომგებიანი როგორც იყო ჭარბი მიწოდების ფონზე თქვენთან როცა საუბრობთ რომ სხვა ტიპის ტურისტები არიან ამან ხომ არ იქონია ფასის კუთხით გავლენა და ხوار მოუწია სასტუმრო ინდუსტრიას ფასების დაწევა როგორია წელს სეზონზე მიმდინარე ტარიფები კი, საფრთხებლად იმოქმედა ძალიან ნეგატიურად შემოსავლები არის შემცირებული როგორც ვახსენე ფასები გვაქვს დაახლოებით 40%-ით შემცირებული წინა წლებთან შედარებით, ანუ მაშინ, როდესაც წლიდან წლამდე უნდა იზრდებოდეს, ჩვენ შემთხვევაში კატასტროფულად მცირდება, მაგრამ სხვა გზა არ არის, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ თვითონ ეს ჩამოსული სეგმენტი არის ძალიან დაბომხარჯველი და სხვა შემთხვევაში უბრალოდ აირჩევენ guest house-ებს, გვიწევს ჩვენს დათმობებზე წასვლა და ასევე საკმაოდ გაზრდილი არის კონკურენცია, ბევრი ახალი სასტუმრო გაიხსნა, სამწუხაროდ ასევე გვაქვს დემპინგის და მტაცებლური ფასწარმოების შემთხვევები და აქედან გამომდინარე გვიწევს ძალიან ფასების შემცირება. ეკა მოკლედ ბოლოს მინდა გკითხოთ გამოწვევებზე როგორია წელს ელექტროენერგიასთან ინტერნეტთან და ამ კუთხით არსებული პრობლემები იყო ხოლმე სვანეთში მათ შორის ტურისტულ სეზონზე წლევანდელ პერიოდში როგორია ეს საკითხები რამდენად არის მოგვარებული რა თქმა უნდა მე თქვენს ეთერში ესე იგი ტრადიციულად ელექტროენერგიაზე ვსაუბრობ წელსაც ახლაც კი ზაფხულის სეზონზეც კი ხშირად ქრება დენი შესაბამისად მოლოდინი რომ ზამთარში წინა წელთან წინა ზამთართან შედარებით რაიმე გამოსწორდება არ გვაქვს წინა წლებში ალბათ დაპირებები მაინც გვესმოდა ხოლმე რომ რაღაც გასწორდებოდა და შეაკეთებდნენ წინასწარ ელექტროგადამცემ ხაზებს წელს ეს დაპირებებიც არ გაგვიგონია და მოკლედ ველოდებით უშუქო ზამთარს და ეს იმის ფონზე რომ გზის ინფრასტრუქტურა არის მოსაწესრიგებელი არ არსებობს ელემენტარული სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალება დაემატება ამას კიდევ ზამთარში უშუქობა და ასე შემდეგ და მოკლედ სამწუხაროდ ვერ ვართ რაღაც ოპტიმისტურად განწყობილი. ეკა დიდი მადლობა ინფორმაციის განახლებისთვის და ჩართვისთვის. გიორგი დოლიძეს ასევე დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. გიორგი დოლიძე HSC Group Hospitality-ის დირექტორი და სასტუმრო Glarus Old Town-ის მმართველი და ეკა გველესიანი სასტუმრო ფალიანის დამფუძნებელი იყვნენ ჩვენი სტუმრები.